განახლებადი ენერგიების ინტეგრაცია და ელექტროსისტემაში არსებული სხვადასხვა გამოწვევები. რა მოსაზრებები აქვთ დარგის სპეციალისტებს, როგორ უყურებენ მომავალში ქსელის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების აკითხს და რა ტიპის ტექნოლოგიებზე აკეთებენ აქცენტს. დავით მირცხულავა, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე გვერდება ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემებით. მოგესალმებით ბატონ დავით, პირველში დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. ბატონ დავით, საქართველოს ენერგოსისტემაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი და მნიშვნელოვანი რაც არის განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაცია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასა 2030 წლისთვის დადგმული სიმძლავრე უნდა გაიზარდოს და ამ გენერაციაში ქარსტამზეს დიდი წვლილი უჭირავს, მე მაინტერესებს აი თქვენი მოსაზრება რა არის, როგორ უნდა მოხდეს ერთის მხრივ განახლებადი ენერგიების გაზრდა, ქსელში ინტეგრაცია და ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ მეორე მხრივ ქსელი იყოს უსაფრთხო და განაგრძელოს ფუნქციონირება. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ და მე ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთან აქტიური მოლაპარაკება გქონდათ ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. რა ტიპის ტექნოლოგიაზე გქონდათ საუბარი? პირველ რიგში მოგესალმებით. განცხადება, რომელიც საქართველოს პრემიერმა გააკეთა 2030 წლისთვის, ნიშნავს საქართველოს ენერგოსისტემისთვის დღევანდელ არსებულს 4700 მეგავატს ფაქტიურად უნდა დაემატოს, გაორმაგდეს ფაქტიურად ეს სიმძლავრე და მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ ამ დამატებულ სიმძლავრეში ძალიან დიდი წილი უჭირავთ ისეთ განახლებადი ენერგიის წყაროებს, როგორც არის ქარი და მზე. და 2030 წლამდე ასევე იგეგმება ჩამონადენზე გარკვეული რაოდენობის ჰესების მშენებლობაც. ეს გამოწვევა არ არის მარტო ჩვენთან, ეს მთელ მსოფლიოში არის ესეთი გამოწვევა, როცა ეს ელექტროენერგიის წყაროები ხასიათდებიან ძალიან მაღალი ცვალებადობის ბუნებით და რაც გარკვეულწილად ძალიან დიდ რისკებს უქმნის ყველა სისტემის, ნებისმიერი სისტემის მდგრადობას, მართვადობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. მე გაგახსენებთ 2025 წლის აპრილში ესპანეთში მოხდა ბლეკაუტს, როცა ფაქტიურად სამი ქვეყანა, უბრალოდ ორი ქვეყანა მთლიანად ჩაქრა, ეს იყო ესპანეთი და პორტუგალია და საფრანგეთმა მოახერხა, რომ საფრანგეთის სამხრეთში იმუშავა გარკვეულმა შეზღუდვებმა და საფრანგეთი გადარჩა ასეთ ბლოკაუტს. და გამოწვეული აი შემდეგ ანალიზი, რაც გაკეთა, არის სწორედ აი ამ ცვალებადობის დროს არ იყო საკმარისი სარეზერვო სიმძლავრეები, რომ მოხდარიყო კომპენსირება გარკვეული გამოვიდა გარკვეული მზის სადგურები, თქვათ, არ იძლეოდა იმ გენერაციას, რაც ჭირდებოდა სისტემის და მისი კომპენსირება ვერ მოხდა და ამ დროს მოხდა აი ესეთი გათიშვები. როგორც ვამბობ, რომ ეს ყველა ქვეყანაში აი ესეთი სარეზერვო სიმძლავრის ფუნქციებს ასრულებენ ძველი ტექნოლოგიები, ჰიდროსადგურები, ეს არის წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები და ჰიდროაკუმულაციური სადგურები. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, რაც არის ძალიან დიდი სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის, მრავალი წელია ვერ ავაშენეთ ვერცერთი მარეგულირებელი სადგური და ჰიდროაკუმულაციური სადგური, რომლის პროექტი იმ პერიოდშიაც არსებობდა, როცა ენგურის პროექტი განხორციელდა წინა საუკუნის 70-იან წლებში, ისეც განუხორციელებელია და რამდენადაც ვიცი, გარკვეული ნაბიჯები დღეს იდგმება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ასევე საუბარი მიდის აგრეთვე ერთ-ერთ მარეგულირებულ სადგურის მშენებლობაზე, რომელიც აუცილებელია და გარკვეული სარეზერვო ფუნქციას ასრულებს, მაგრამ თუ დღეს ჩავთვლით, რომ ეს სადგურები შევა ყველაზე კარგ ვარიანტში 8 წელიწადში. ამიტომ გარკვეული გამოსავალი გვაქვს საძებნი, რომ რაღაც ტექნოლოგიების გამოყენებით და ასეთი ტექნოლოგია არის სწორედ შემნახველი ბატარეების სადგურები და სისტემები. სასიხარულოა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ახლა ერთ ესეთ პროექტს, ეს არის ქსანში 200 მეგავატ-საათიანი, რომელიც მოახერხებს გარკვეული რაოდენობის ამ განახლებადი სადგურების ინტეგრაციის დაბალანსებას და შეამცირებს რისკს, მაგრამ იმ მატებას, რომელიც ხდება 2030 წლამდე,
ჩემი აზრით დაჭირდება გაცილებით უფრო მეტი მოცულობის ესეთი სადგური. დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ აი ის რომ მართვადი დისპეჩერიზებადი გახდეს ეს ყველა დიდი რაოდენობის პროექტები აუცილებელია სადღაც 1000 მეგავატამდე სიმძლავრის ესეთი ბატარეის არსებობა. ზოგიერთი დამაგროვებელ ბატარეას გულისხმობ, დიახ, დამაგროვებას ისეთი როგორც ქსანში კეთდება და როგორ უნდა მოხდეს ამის წახალისება, რა წამახალისებელი მექანიზმი უნდა დანერგოს თავრობა, იმიტომ რომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებად როგორც ჩანს ეს გესახებათ. გეტყვით უბრალოდ დღესდღეობით სამწუხაროდ ჩვენ კანონმდებლობაც არ გვაქვს, ასეთი ბატარეების კანონმდებლობა არ არსებობს და პირველ რიგში ვიცი რომ მუშაობა მიდის, არის პირველი დრაფტი გაკეთებული და განხილვა მიდის აი ბატარეების და არ გვჭირდება ჩვენ აბსოლუტურად ვფიქრობ ველოსიპედის გამოგონება, იმიტომ რომ ევროკავშირის ქვეყნებში, უამრავ ქვეყანაში და ევროკავშირშიც უკვე ამ ბატარეების გამოყენებას ეძლევა მნიშვნელოვანი იურიდიული საფუძვლები, კანონმდებლობა იქნება ევროკავშირის ასევე ბრიტანეთში, რომელიც აი ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველთვის მოწინავეა და საკმაოდ მაღალი პროცენტია ინტეგრირებული ბრიტანეთის ქსელში განახლებადი ენერგიის ქარის და მზის სადგური, უფრო მეტად ქარის და აი იქ არის მრავალი აი ესეთი წამახალისებელი, ეს არის თქვა იგივე სიმძლავრის გადასახადი, ეს არის გარკვეული სერვისის, რომელიც არის თქვა მაგალითად იგივე სიხშირის რეგულირებაში, რომელიც აუცილებელია აი ამ ბატარეების გამოყენება. აი ამ სერვისშიაც ბატარეების სისტემები, შემნახავად ბატარეების სისტემები იღებენ გარკვეულ ანაზღაურებას. მრავალ ქვეყანაში არის გარკვეული წახალისებაც არის, თქვათ, იგივე საგადასახადო შეღავათებს უწესებენ აი ესეთი სისტემების განვითარებისთვის არის და ესეც მეტად წაადგება ამ საქმეს, იმიტომ რომ ინვესტორს, რომელიც თქვათ, აი ამ ტიპის სადგურებში ჩადებს თანხას, უნდა კონდეს იმის გარანტია, რომ ის გარკვეული წლების განმავლობაში გონივრულ ვადაში ამ თანხებს ამოიღებს. გარდა ამისა, აუცილებელია იგივე და მე ესეც ძალიან სასიხარულოა, რომ სადღაც აგვისტოს თვეში მრავალ დიდ პროექტებზე, რომელიც მაღალი სიმძლავრის პროექტები იყო, მზის პროექტებზე იყო ძირითადად საუბარი, როცა ინვესტორებს განუცხადეს, რომ მოთხოვნაც ხდება სისტემიდან, რომ აუცილებლად მათ უნდა გაითვალისწინონ შემნახველი ბატარეის არსებობა, რომელიც ასევე აუცილებელია სწორედ აი ამ მათი სიმძლავრეების ინტეგრირებისთვის სისტემაში. უკვე აშენებულ ჰესებზე რო ვილაპარაკოთ, აი მაგალითად ენგურის, ჟინვალის, ხრამი ჰესის შემთხვევაში მათ თუ აქვთ ტექნიკურად მათ შეუძლიათ იგივე მისიის შესრულება და თქვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰესი ახსენეთ, რომელიც მშენებლობაც მომავალში გეგმება. ხუდონის შემთხვევაში პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ სწრაფი ტემპით უნდა განვითარდეს ეს ჰესი და არც სახელმწიფოს თანამონაწილეობა გამორიცხა ამ პროექტში. აი ხუდონის განვითარების შემთხვევაში რამდენად შეიძლება რომ ეს პრობლემა რის წინაშე წლებთან ერთად ქვეყანა დადგება შემცირდეს. ხუდონის ენგური დავიწყებ. ენგური სამწუხაროდ იგივე აფხაზური პრობლემის გამო წლებია უკვე თავის ფუნქციონალით, როგორც პიკური სადგური არ მუშაობს და ხდება ზაფხულის თვეებში ხდება ინტენსიური დამუშავება. რას ნიშნავს არაპიკურ სადგურად მუშაობს, რომ ის მაგალითად დღე-ღამის განმავლობაში 18, ზოგჯერ 24 საათსაც მუშაობს, რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ ამ ტიპის სადგურებმა სადღაც დღეში ალბათ 6 საათი და ყველაზე მაღალ დატვირთულ პერიოდში დღე-ღამისა, სწორედ მაშინ უნდა მიაწოდოს სისტემას. ამ შემთხვევაში ენგურს არა მარტო საქართველოს უზრუნველყოფა შეუძლია, იგივე სარეზერვო სიმძლავრეებით, იგივე არამედ მთლიანად რეგიონალური სადგურის ფუნქცია შეასრულოს და ჩვენ ფაქტურად აი იმ პიკურ ენერგიას ენგურის, რომელიც მას შეუძლია მიაწოდოს ქვეყანას, ასევე მოხდეს
მთლიანად რეგიონის თქვათ იგივე სერვისების განხორციელება რეგიონისთვის და ეს მოთხოვნადი იქნება ამას ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ. ხუდონის აშენების შემთხვევაში ბუნებრივია და ჩემთვის ცნობილია შესაბამისი გათვლების სისტემასაა გათვლები გაკეთებული თუ რამდენად უწყობს ხელს რომ ჯერ ესეთი ენგურზე არ ხდება წყლის დაღვრა რომელიც ყოველწლიურად არის გარკვეული ოდენობის და ამცირებს მნიშვნელოვნად წყლის დაღვრას და ამავდროულად ენერგიის შენახვას ზამთრის თვეებისთვის უწყობს ხელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ განახლებადიან ენერგიის ინტეგრაციისთვის და იგივე თუნგნებად იმასაც ვიტყვი რომ იმპორტის მნიშვნელოვანი კი არის საერთოდ შემცირებისთვის იმპორტში როცა იმპორტირებულ ენერგიაზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ესე იყო ყოველთვის. ბატონ დავით, ხშირად მომისმენია რომ სხვა ქვეყნებთან სისტემური კავშირი შეიძლება იყოს დაეხმაროს განახლებადი ენერგიების ინტეგრაციას. რამდენად სწორია ეს მოსაზრება, რომ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი გამოსავალი? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც უნდა ავიღოთ თეორიულად შეიძლება ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ სტრუქტურას, აი იგივე იმპორტის სტრუქტურას თუ გადავხედავთ, ეს არის თქვათ აზერბაიჯანი, რომელიც ძირითადად თორსადგურებზეა დაკმოკიდებული და მას არ აქვს ესეთი მანევრული ელექტროენერგიის მოწყობების საშუალება. და სხვათა შორის აზერბაიჯანიც აშენებს ახლა შემნახველო ბატარეებს, ახლა მშენებლობის ეტაპზეა და ნაწილი უკვე დამონტაჟებულია. 250 მეგავატ-საათიანი ბატარეა, ფაქტობრივად 500 მეგავატ-საათს და მომავალში კიდევ ფიქრობენ დამატებას. იმიტომ რომ მთლიანად ქვეყანა თბოსადგურებით არის, ორი საშუალო სიმძლავრის ჰესი აქვს და მათაც დიდი პრობლემა აქვს, აი ეს მანევრულობის პრობლემა. რაც შეეხება სომხეთს, მოგეხსენებათ ხაზით შეზღუდულია და სადაც ასოცირებული. რაც შეეხება რუსეთს, მაგალითად, რუსეთიდან ჩვენ შეიძლება რომ სადღაც 350 მეგავატამდე შემოვიტანოთ, მაგრამ ფასები, ღამე შემოგვაქვს ძირითადად ენერგია, იმიტომ რომ დღის ფასები ძალიან მაღალია. 9 ცენტს აღემატება და აქედან გამომდინარე ეს შეიძლება რაღაც დამხმარე საშუალებად გამოდგეს და არა გადაწყვეტას იმ პრობლემის, რაც მანევრული სადგურები გჭირდება რეზერვირებისთვის, სიხშირის რეგულირებისთვის და ასე შემდეგ. ახლა ეს ნაწილი რო შევაჯამოთ რა გამოსავალი რჩება ელექტროსისტემას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს გასაგებია რომ დამხმარე შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ რომ გამოსავალი არის ის რაც არის დაწყებული ქსანში, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გამოსავალი ის რომ მოხდეს თეორიული გათვლა რა რაოდენობის აი 5000 მეგავატს ფაქტიურად განახლებადი ენერგიის, იმიტომ რომ იმ მცირე რაოდენობით ჰესებია, ჩამონადენი ჰესებით საკმაოდ ცვალებადი გენერაციით ხასიათდება და დიდი წილი როგორც აღნიშნე ეს არის ქარიდამზე, აუცილებელია ზუსტად დავთვალოთ რა რაოდენობის და რა სიმძლავრის ბატარეები დაჭირდება ჩვენ სისტემას, რომ ტექნოლოგიურად უზრუნველყოთ, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი სტანდარტის ენერგია. ძირითადად მთელი პრობლემაა ის, რომ მომხმარებელს მივიწოდოთ სწორედ საიმედო და უსაფრთხო ელექტროენერგია და დავთვალოთ რა რაოდენობის ბატარეები გჭირდება და შემდეგ ალბათ ან სახელმწიფომ აიღოს, ან კერძო სექტორმა და კერძო სექტორზე როგორც ვისაუბრეთ, რომ შესაბამისი სტიმულირება საჭირო ალბათ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ 4 წელია სულ იმ 2030 წლამდე თუ ესე სწრაფად მოხდება ამ სიმძლავრეების ინტეგრაცია, ბუნებრივია ჩვენ ყველაფერი უნდა გააკეთოს ენერგოსისტემამ, მთლიანად ენერგეტიკამ, რომ აი ეს რისკები, რაც არის ამ განახლებადი ენერგიის ბუნებიდან გამომდინარე, წყაროების ბუნებიდან გამომდინარე, რისკები არ შეუქმნათ სისტემის მდგრადობას და საიმედოობას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით საინტერესო საუბრისთვის. მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დავით მირცხულავა,